მოგესალმებით კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო. თავიდანვე ვიტყვი, რომ დღეს ორი სხდომა გვექნება. ერთი უკვე მიმდინარეობს და მეორე, როდესაც ბატონი პრემიერი მორჩება, იქნება მეორე მოსმენებით განხილვა და კენჭისყრის შემდეგ სულ გვექნება რამოდენიმე წუთიანი მესამე მოსმენებისთვის. ეხლა გადავიდეთ საკითხების განხილვაზე. დღის ეს რიგი დარიგებულია, თუ შენიშვნა არ არის. დავიწყოთ განხილვა. პირველი საქართველოს პარლამენტის წევრების შოთა ბერიკაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ლევან მაჭავარიანისა და თორნიკე ბერიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მეორე მოსმენა. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი შოთა ბერიკაშვილი. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით კოლეგებო, მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონპროექტს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ბატონო თავმჯდომარე, მუხლობრივად გავყვეთ. კარგით. მუხლი პირველი პუნქტი A პუნქტში ცვლილებები არ განხორციელებულა. პუნქტი B. აქაც ცვლილებები არ განხორციელებულა. პუნქტი G. ანალოგიურად აქაც არ განხორციელებულა ცვლილებები. მუხლი 2. მუხლი 2, აქაც მინდა მოგახსენოთ, რომ ცვლილებები არ განხორციელებულა. მადლობთ, შენიშვნები ხო არ არის შეკითხვები? მაშინ ხარი დავუჭიროთ. მადლობთ, ბატონო შოთა. მეორე საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შემოსავლების სამსახურის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მეორე მოსმენა. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურძე. გთხოვთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტს. ცვლილებები არც ერთ მუხლში არ განხორციელებულა, თუმცა პუნქტობრივად გავყვეთ შეგვიძლიათ. დავიწყოთ განხილვა მეორე მოსმენის რეჟიმში. პირველი შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი, პუნქტი პირველი. ცვლილებები არ გვაქვს. თუ რაიმე შეკითხვა იქნება, მეტყვით. პუნქტი 2. არ გვაქვს ცვლილებები. პუნქტი 3. იგივე რედაქცია. მუხლი 2. უცვლელად არის წარმოგდგენილი. შენიშვნები არ არის, გადავიდეთ შემდეგ კანონზე. სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი უცვლელია და მუხლი მეორე. აქაც უცვლელად არის წარმოგდგენილი. დავუჭიროთ ხარი თუ შენიშვნები აქვს. ამ კანონსაც და პირველზე არ გვიყრია კენჭი, ეს არის შემოსავლების სამსახურის შესახებ. ვინ არის მოხრე? მადლობთ. მადლობთ ბატონო გიორგი. მადლობა. შემდეგი საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასეცხო შეთანხმება, ჩვეულებრივი ოპერაციები, პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის წყალზე. კი ბატონო, მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი, ასევე გთხოვთ ბატონო. დიდი მადლობა. ეს არის ახალი ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკთან. მოხსენებად ბიუჯეტის განხილვის დროს საკმაოდ ბევრჯერ გაჟღერდა მოთხოვნა სოფლების დონეზე წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე და სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება 200 მილიონი ევრო გამოიყოფა სოფლების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა რეაბილიტაციაზე. საუბარია ჯამში 100 სოფლის რეაბილიტაციაზე, მათ შორის უკვე დაწყებულია პროექტირება დაახლოებით 59 სოფელზე. ჯამში არის 50,000-მდე ოჯახი, 150,000 ბენეფიციარი. თვითონ სამუშაოების დაწყება მოსალოდნელია, რომ ნაწილობრივ იქნება შესაძლებელი 2026 წლის მეორე ნახევარში, თუმცა ძირითად ნაწილში დაიწყება 2027 წლიდან და 2030 წლის ბოლომდეა გაწერილი აღნიშნული სამუშაოები. რაც შეეხება პროექტის ფინანსურ მხარეს, 200 მილიონი ევრო საპროცენტო განაკვეთი იქნება სვლადი და იქნება ევრიბორზე დაფიქსირებული, ფიქსირებული 0.8%-იანი მარჟა. შესაძლებლობა არის 26 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი გვაქვს 11 წელი და ნახევარი. პროექტს განახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, წყლის კომპანია, მაშინ შემოვალ წყლის კომპანია იქნება განმახორციელებელი. ბატონი ბეჟანი, შეკითხვები.
ძალიან კარგი ბატონო გიორგი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მნიშვნელოვანი მიმართულება და სწორედ მაგაზე გხდა საუბარი ბიუჯეტის დამტკიცების, ბიუჯეტის განხილვის დროს უпростоრად და მაინტერესებს უკვე არსებობს ის სოფლები უკვე ჩამონათვალი, რომელზედაც უკვე ალბათ განხორციელდება ეს ღონისძიება წყლის მომბარაგების საკითხი არსებობს თუ არა და როდის თუ არ არსებობს, მაშინ როდის განხორციელებთ ყოველივე ამას. სხვა შეკითხვები არ არის? კრიტერიუმით იქნა შერჩეული თუ არსებობს, ეს მეორე კითხვა იქნება და გთხოვთ. სხვა შეკითხვები არ არის უპასუხოთ. რაც შეეხება კრიტერიუმებს, კრიტერიუმები არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, მოსახლეობის რაოდენობა, ერთი, რაც ყველაზე მთავარი კრიტერიუმია, მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომ ტექნიკურად შესაძლებელი იყოს და დებეტი არსებობდეს იმ სოფელში წყლის და მესამე არის უკვე მოსახლეობის რაობა დაერთება განახორციელოს წყალზე, იმიტომ რომ არის ხოლმე ხშირად შემთხვევები, როცა რაღაც პროექტი კეთდება და შემდგომ პასიურია მოსახლეობა ამ ნაწილში, ამ სამი კომპონენტისგან, ამ სამი კრიტერიუმისგან შედგება და გამოიკვეთება სოფლები, ამ ეტაპზე შერჩეულია 59 სოფელი, თუმცა ჯერ კიდევ მიდის 51 სოფლის შერჩევა ჯამში. უნდა იყოს, ანუ სოფლები უნდა შეეჩეს, რომ დაახლოებით 50000 ახალი აბონენტი იყოს საბოლოო ჯამში და დაახლოებით 150,000 ბენეფიციარი ფიზიკურ პირებამდე თუ დავალთ. ეს არის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოხდება შერჩევა შესაბამისი დასახლებების. რა პრინციპი ბატონო ბეჟან, მიუყვეთ დაზუსტებებზე გადავდივართ, გთხოვთ დაზუსტოთ. რა პროცედურა ჭირდება ყოველ ამას, რომ მუნიციპალიტეტმა ან სოფელმა განახორციელოს ეს? სად არის ხელმისაწვდომი, რომ ჩვენ უთხრათ სოფლებს და ან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, რომ ჩაერთოთ ამ ამაში და წარმოადგინოთ ის წინადადებები, რომელიც შეიძლება იმ კრიტერიუმებით, რომელიც შეიძლება მისაღები იყოს. იმ 50 სოფელზე მაქვს საუბარი, რომელიც ჯერ კიდევ შესარჩევია. გთხოვთ. ამ შემთხვევაში ისედაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს თვითონ თავისი ინიციატივით, როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, ასევე მუნიციპალიტეტებთან, თუმცა თუ სადმე შეიძლება გამოჩნდეს ან ასე შემდეგ, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა აქვთ, რომ კონდეთ კომუნიკაცია როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, ასევე უშუალოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მოგახსენებათ ინფრასტრუქტურის სამინისტროს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ყავს წყლის კომპანიის წარმომადგენლობა, შესაბამისად მათი მეშვეობით ან უშუალოდ სამინისტროსთან კომუნიკაცია შესაძლებელია წარდგეს იმ სოფლების სიას, რომლებიც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ და ამ ეტაპზე ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტთან მათ შორის. სხვა შეკითხვები არ არის? კარგით, მადლობა ბატონო გიორგი. ხარი დაუჭროთ მე მგონი, კარგი პროექტია. მადლობა. შემდეგი საკითხი საქართველოს თავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოადგენს საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ 2012 წლის 28 სექტემბრის ქალაქ ნიუ-იორკში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი მამუკა ბარათაშვილი. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სარატიფიკაციო საქართველოს და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლების და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ 2012 წლის 28 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ ოლქს. აღნიშნულ ოლქს ხელი მოეწერა 2025 წლის 17 ოქტომბერს მხარეების ფინანსთა მინისტრების მიერ და ეს შეთანხმება გულისხმობს, რომ ურთიერთშეთანხმების პროცედურები შეიძლება გაგრძელდეს 3 წელზე მეტი. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეზღუდვას, 3 წლიან შეზღუდვას, როცა ხდება დაბეგვის ქვეყნების განსაზღვრა, მხარეებს შორის იწყება შეთანხმების პროცედურა სახელმწიფოებს შორის და ამ ხელშეკრულება ითვალისწინებდა 3 წლიან შეზღუდვას, რომლის მერე ვეღარ განხორციელდებოდა ურთიერთშეთანხმების პროცედურა. ეს შეზღუდვა იხსნება და 3 წლიანი პროცედურა აღარ იარსებობს. მხოლოდ ერთი წინადადება ამოდის ხელშეკრულებიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეზღუდვა არ არსებობს არც ერთ სხვა ხელშეკრულებაში და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ხორციელდება აღნიშნული ცვლილება. გთხოვთ ხარდაჭერას მისი რატიფიკაციისთვის. ეს ასეთი ხელშეკრულება ჩვენ ბევრ ქვეყანას თქვენ გვაქვს ხელმოწერილი, აქ დაზუსტება ხდება თუ სხვა შეკითხვა ძანეთ. კარგი, მაშინ ვინ არის მომხრე? მადლობთ. და ბოლო საკითხი ეს ჩვენს გვეხება, როგორც მოიხსენებათ
აუდიტის ჯგუფს აქვს თავისი დებულება, დიდი ხანია ცვლილება არ მოხდარა და მიმდინარე პროცესები, კანონებიც და ასე შემდეგ ჩასწორებები ხდება, დარიგებული არის და ამ დებულების ჩასწორებებს დავჭიროთ ხარი. კარგი, მადლობა. ამით დღის წესრიგი ამოხსნილია.